მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასულმის მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობთ, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ როგორც ყოველთვის თვის დასაწყისში ეხლაც კვლავ ისე აქცია არის პირადი გაშლასთან დაკავშირებით და ასევე სრულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. ეხლა კი მინდა გავაკეთო ოქტომბრისთვის პროგნოზი, ესე რომ ვთქვათ, დაახლოებითი ფინანსები და პირადი ურთიერთობა. პრინციპში დღეს უკვე 7-ია, მაგრამ წინ არის მთელი ოქტომბერი, ხო? მოდით ვარიანტი იყოს ორი ესეთი საყვარელი სპილო. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. სპილოები, თეთრი სპილო და შავი სპილო, მგონი ჩანს. დავნახოთ, რა იქნება ფინანსებში და პირად ურთიერთობაში. იმედი აერჩიეთ, მე მეორე ვარიანტს გადავდებ. პირველი ვარიანტი, ვინც აერჩიეს თეთრი სპილო. ნახოთ, რა გველოდებათ პირველ რიგში, მოდით ვნახოთ ფინანსებში. რა გველოდებათ ფინანსებში? სტაბილურობა, მოგითხათ, რომ რაღაცა ძალიან ისეთი ქაოსური თუ იქნება, მგონი რომ არა, იმიტომ რომ აქ არის დასტაბილურებული სიტუაცია, შემოსავლები ხარჯებთან თანაბარი იქნება. რა გველოდებათ ფინანსებში? ნიცით როგორი მომენტია, თქვენ ფინანსური რესურსი, რო გითხრათ, რომ ძალიან ესე მკაფიოდ გაიზრდება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ გველოდებათ როგორი მომენტი ცით ფინანსებში, როდესაც ადამიანს რაღაცა შენარჩუნებული აქვს სტაბილური სიტუაცია, რაღაც სამსახური, ვისაც სამსახური აქვს, რა თქმა უნდა, ხო? შემოსავლები ვისაც აქვს, შემოსავლები არის, რაღაცა ვაბალანსებთ. გექნება სხვადასხვა ამ თვეში რაღაც თქვენ სასურველ მიზანსაც რაღაცა აისრულებთ, ხო, რომელიც რაღაც გაქვთ ჩადებული, ესე რა ვთქვათ, და საკმაოდ ისეთი დადებითი მდგომარეობა იქნება, ხო, სანერვიულო ფინანსებთან მიმართებაში, ნამდვილად არ გაქვთ. აქ თავარი ერთადერთი ის არის, რომ ასრასთან მიმართებაში ამოვიდა. ხო, თავარი ერთადერთი ის არის, რომ თქვენ თვითონ არ მოახერხოთ ისე, რომ არ გაერთულოთ მდგომარეობა, არ გაერთულოთ მდგომარეობა იმასთან მიმართებაში, რომ თქვათ გასცეთ ზედმეტად თქვენი ფინანსები, არ დააკვირდეთ ხარჯებს, ხო, თქვათ რაღაცა შემოსავალს თუ ველოდებით, თქვათ პირობითად ვიძახი 1000 ლარს და თქვენ გათვლით, რომ გადაიხდით 3000, რა თქმა უნდა, აქ რაღაც მომენტში სირთულეს ნამდვილად შექმნით, მაგრამ ყველაფერს გონივრულად თუ მიუდგებით, ყველაფერი გექნება დაბალანსებული. ნამდვილად ესე ვთქვათ, ფინანსურად საკმაოდ ისეთი სტაბილური პერიოდი გექნებათ. ადამიანები თუ ვთქვათ არიან უმუშევარი, ხო, ესეთი ადამიანები უყურებენ ხოლმე, როგორი ექნებათ ფინანსები, ხო, როცა ადამიანი არ მუშაობს, ფინანსების შემოსვლა ცოტა რთულია, თუმცა, ესე ვთქვათ, რაც აქვთ ეხლა, ის იქნება, ხო, თუ მეგობარი ეხმარება, თუ რაღაცა ახლობელია, თუ ვინც არის, არ აქვთ მნიშვნელობა, კვლავ განაგრძობენ დახმარებას. თავარი ერთადერთი ის, რომ ისინიც მიაღწევენ რაღაცა თავიანთ სასურველ მიზანს, ისინიც შეისრულებენ. უბრალოდ კარგად დაფიქრდით, არ აწყენინოთ იმ ადამიანს, ვინც რაღაცას გეხმარებათ, ხო? კიდე რა ხდება, ფინანსური, როგორი იქნება თქვენი ფინანსები, პირველი ვარიანტი. ხო, აი ნახეთ, აქ ერთადერთი, რასაც გეტყვით სამყარო, ეს არის ის მომენტი, რომ თქვენ ფინანსები ძალიან ნორმალურად, სტაბილურად, ძალიან კარგად იქნება. ერთადერთი მომენტი არის, რომ თქვენ თვითონ არ გაართულოთ სიტუაცია, თქვენ თვითონ არ დაძაბოთ მდგომარეობა, ზედმეტი ხარჯებით, ზედმეტი გასესხებით თუ შეიძლება თქვენც ისესხოთ, ხო, რაღაცა თქვენი სურვილებისთვის და მე არ გაგიჭირდეთ, თქვათ, გადახდა. ყოველ შემთხვევაში ფინანსურად ოქტომბერი საკმაოდ ესეთი დასტაბილურებული
მდგომარეობა არის. პატარ-პატარა თქვენი ესე ვთქვათ სურვილების ასრულების მდგომარეობაც არის. ნახოთ ახლა პირველი ვარიანტისთვის ისეთ გაიქცნენ არკანები. ახლა ვნახოთ რა იქნება თქვენი პირადი ნახოთ როგორი იქნება თქვენი პირადი ოქტომბერში პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება ოქტომბერი პირველი ვარიანტის არ ვიცი ოქტომბერი თქვენთვის როგორც ჩანს ძალიან დასტაბილურებული სიტუაცია იქნება თუ თქვენ ელოდებოდით ვინმეს მე ესე გეტყვით რომ თქვენთან მოვა ეს ადამიანი რაღაცა ინფორმაციით თუ ვინმესგან რაღაცა გადაწყვეტილებას ელოდებით რაღაცა უეცრად ადამიანი შეიძლება რაღაცა დაფიქრდეს და უეცრად გითხრათ თავისი პასუხი ხო თავისი ქმედება ვინმე პენტაკლების მეფე კიდევაც პირათან საკმაოდ აქტიური მდგომარეობა არის მიუხედავად იმისა რაღაც დაბალანსებული აქტიური ურთიერთობა ხო ანუ გვაქვს რაღაცა შეხვედრა გვაქვს მიმოწერა გვაქვს რაღაცა მდგომარეობა აქ თუ გაჩერებული ურთიერთობა არის და აქ თუ რაღაცა ესეთი მომენტი არის შეიძლება ესე ვთქვათ ეს სიტუაცია ну ვთქვათ აღდგება ხო როგორი იქნება პირადი მე ესე ვიტყვი რომ თქვენ შორის თუ თქვენ ანუ აქ პირველ ვარიანტთან აშკარად ვიღაცა ბრუნდება ვიღაცა ვინც თქვენთან ამ ეტაპზე ვთქვათ არის რაღაცა პაუზაზე და გაჩერებულ მდგომარეობაში აქ აშკარად წყვილში ხართ ხო ადამიანი რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოდის, ну ყოველ შემთხვევაში ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს უკვე დაბრუნება ადამიანის, თუ თქვენ არ გქონდათ პირად ურთიერთობაში მსგავსი სიტუაცია, მაშინ გეტყვით, რომ თქვენ ცხოვრებაში ვისაც არ გყავთ, შემოდის ადამიანი, რომელთანაც იგრძნობთ საკმაოდ სტაბილურად თავს, საკმაოდ კარგად, ვიტყოდი რომ ერთმანეთთან საკმაოდ კარგად გაუგებთ ერთმანეთს და ეს ძალიან უეცარი შეხვედრა შეიძლება იყოს და აქამდე თუ თქვენს ცხოვრებაში ვინმე არ იყო, მორჩა ხო დამთავრდა ეგ არ ყოფნა და აშკარად თქვენთან რაღაცნაირად შემოდის ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელია ოჯახიც გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში აქ შესაძლებელია ის მომენტიც, რომ ვიღაცის ოჯახში თუ რაღაცა პატარა პრობლემების მდგომარეობა იყო, აქ ყველაფერი დაალაგდება, გაირკვევა, დაბალანსდება, ახალი ეტაპი, ახალი ენერგიებით შეივსება და ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც უნდა გაგრძელდეს, ხო, ისევ რაღაცა სიამოვნებით, სიყვარულით, ემოციებით და ასე შემდეგ. პირველი ვარიანტი, მშვენიერი ვარიანტია. ძალიან კარგი, მოდით გადავდოთ და მეორე ვარიანტი, ვინც აერჩია მეორე სპილო. მუქი ფერის სპილო. ნახოთ. თქვენთან რა ხდება? თქვენთან პირველი რა თქმა უნდა ფინანსები. რა ხდება თქვენთან მეორე ვარიანტი? მეორე ვარიანტი აირჩია, რა ხდება მეორე ვარიანტთან? მეორე ვარიანტი განახლების მდგომარეობა გაქვთ, აქ შესაძლებელია რომ ვიღაცამ უბრალოდ ეს ადგეს და სამსახური დატოვოს, იმიტომ რომ დაიღალა ამ რაღაცა რუტინული სამუშაოთი და უფრო წინ უნდა წასვლა. ფინანსური კუთხით გეტყვით, რომ აქ იცით როგორ მომენტია, რაღაცა ახალ წამოწყებას იწყებთ. ნუ აქ თუ ვინმესთვის რაღაცა ბიზნესის მდგომარეობა არის, ну, ესე ვთქვათ, გამოვა ხო? გამოვა თქვენი ბიზნეს გეგმა, გამოვა თქვენი ახალი წამოწყება, ესე ვთქვათ, იცით რა, რაც უფრო მეტად სუბუქად მიუდგებით ფინანსურ რესურსს, მით უფრო წინ მიდიხართ, როგორც ჩანს თქვენ გაქვთ ეს ნიჭი ეთყობა. ხო, აი, როდესაც ადამიანი რაღაცა არ ნერვიულობს 24/7-ზე, რომ აი მე ხვალ რა იქნება და ფინანსურად როგორ ვიქნები და რაღაცა რომ მოხდეს და ამ დროს შესაძლებელია, რომ ადამიანს აქვს ნუ სტაბილურად ხო თქვათ რაღაცა ხელფასი რაღაცა
შემოსავლები ხო, მაგრამ მაინც სულ პანიკაში ვარ, ხვალ როგორ იქნება, ეს რო არ მქონდეს მე რა იქნება და ასე შემდეგ ხო. აი ეს მე გეტყვით რომ ოქტომბერში მოდით გვერდზე გადადეთ, იმიტომ რომ რაც უფრო მსუბუქად მიუძგებით თქვენს ფინანსურ რესურსებს, ანუ რაც მეტი სიმსუბუქეს მისცემ თქვენ ან ხო აი უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება ფინანსურ რესურსთან, ხო? თუ აქამდე იყავით იმაზე, რომ აი რაღაცა ვაგროვო, ხო? ანუ არიან ესეთი ადამიანებიც, ხო? რომელიც აი რაღაცა რა იცი რა ხდება და როდის რაღაცა მოხდება. აქ არ არის ეს მომენტი. აი ოქტომბერი არის თქვენთვის ის მომენტი, როდესაც უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება წარსულში დატოვოთ. თუ გაქვთ ის მომენტი, რომ რაღაცა გარკვეული პერიოდი გქონდათ ცოტა ისეთი რთული პერიოდები ხო ფინანსური კუთხით და რაღაცა არ გამოდიოდა, რაღაცას ვერ აკეთებდით, ხო? აი ეს უკვე მოიტოვეთ წარსულში. იცით რა არის? იმ წარსულის ენერგიებით, რომ აი გუშინ წინ თუ ერთი თვის წინ თუ ერთი წლის წინ თუ არ ვიცი 10 წლის წინ მე რაღაცა პრობლემა შემექნებ მატერიალური, ფინანსური და მოხდა ისე რომ რაღაცა ვითვლიდი თქვათ პურის ფულს და ეხა ამიტომ უნდა დავდგე და ყველაფერი ბალიში ჩავტენო, ესე არ არის ხო? ანუ რაღაცნაირად თითქოს დამოკიდებულება გაქვს შესაძლებელი ფინანსურ ენერგიებთან. არა და რაც უფრო მსუბუქად მიუძგებით, რაც უფრო მეტად მე არ ვიცი რომ ესე და ფლანკოთ ხდებით, ნუ დაფლანგვაზე არ არის. აქ არის ის მომენტი, როდესაც უბრალოდ ხანდახან არის რომ შეიძლება თქვენს თავს ეუბნებოდეთ უარს, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილი ფინანსების გადადოთ და თქვენს თავს ნუ ეტყვით უარს რაღაც სასურველ ნივთზე იქნება თუ სასურველ რაღაცა მდგომარეობაზე და დაძლიეთ ის შიში, რომ აი თქვენ ხარო რაღაცა ფინანსურად თქვენ თავს პატივისცეთ და იყიდოთ თქვათ ერთი კაბა კიდე, ამითია ან შარვალი, ამითი რაღაცა ქვეყანა დაიქცება და ფინანსებში პრობლემა იქნება. არა, ფინანსურად შეიძლება ითქვას, როგორი მომენტი იყოს, იცით, რომ აი რაღაცა ან ხელფასი დააგვიანონ, ან თუ რაღაცა თქვენი საქმიანობა გაქვთ უბრალოდ აი რაღაცა ხო არის სხვადასხვა საქმიანობა, რომელიც ვთქვათ, ონლაინ ტრეინინგებს ატარებთ ან რაღაც და არავინ არ არის ახლა რაღაც თქვენთან და რაღაც ის მომენტია თითქოს არ შემოდის ხო რაღაცა ადამიანები თქვენს ტრეინინგზე და ნერვიულობთ იმას, რომ აი რა იქნება და ეს თვე რო არ გამოვიდეს. არა, ყველაფერი კარგად იქნება. აქ მთავარია ერთადერთი ეს თქვენი დამოკიდებულება, რაღაც ეს შიშები ფინანსებთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს და დაძლიეთ, ხო? შიშები დაძლიეთ, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ ისეთი დალაგებული ოქტომბერი გელოდებათ, სადაც გექნებათ ფინანსური რესურსი საკმაოდ იმდენი, რომ ესე ვთქვათ, დატკბეთ, ხო? ახალი იდეებიც გამოჩნდეს და ახალი წამოწყებებიც, ისე რომ მეორე ვარიანტი თუ თქვენ ახლა ამ წუთას რაღაცა განიცდით ფინანსურ დანაკლისს და ფიქრობთ იმას, რომ აი რატომ არ არის რაღაცა ამ წუთას ადამიანები და რატომ ვერ ვიღებ ხელფასს, ყველაფერი კარგად იქნება, დაალაგდება, შეიძლება ეს ის მომენტიც იყოს, რომ ცოტა უფრო მეტად მიცეთ ფინანსებს თავისუფლება. ხო, 24/7-ზე ფინანსებზე არ ფიქრობთ. ნუ, სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ, რაღაცა ცოტა ისე გამოვიდა თქვენ, მაგრამ ნუ როცა ადამიანი ნერვიულობს, რომ ხვალ რა იქნება, ყოველთვის არის ეს მომენტი. კარგით, მეორე ვარიანტის პირადი ვნახოთ. მეორე ვარიანტის პირადი. აბა რა ხდება პირადი, რას ხვდებით, როგორ იქნება ოქტომბერი პირადში. მეორე ვარიანტის როგორ იქნება ოქტომბერი პირადი. სხვადასხვა პირადში რაღაც განახლება, რაღაც აქტიურობა, რაღაცა, ნუ არ ვიცი, ორი ტუზი. ვარცხების და პენტაკლების ახალი ურთიერთობა, ვისაც ურთიერთობა არ გაქვთ, შემოდის თქვენთან ახალი ურთიერთობა, გეხსნებათ გზები, გეხსნებათ რაღაცა ენერგიების შესაძლებელი აქ იყოს ვიღაცისთვის ის მომენტი, როდესაც ამ თქვენს პარტნიორს გაიცნობთ, თქვათ თქვენს სამუშაო სივრცეში, ხო, სადაც თქვათ რაღაცა ახალ სამსახურში თქვენთან კარიერულ ფინანსებთან მიმართებაში, კარიერის მიმართებაში რაღაც განახლების მდგომარეობა გაქვთ და შესაძლებელი აქაც რაღაც შეიცვალეთ სამსახური ან რაღაცა
მდგომარეობა და იქ უკვე ვიღაცა იპოვეთ თქვენი ადამიანი, ხო? აქ ახალი ურთიერთობები იქნება. თუ არსებულ ურთიერთობაში ხართ, გეტყვით, რომ ახალი შანსები გაიხსნება თქვენ ურთიერთობას, რაღაცა ახალი წამოწყება იქნება, თითქოს აი რაღაცა განახლების მდგომარეობა იქნება, ხო, რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, რაღაცა ნაბიჯები წინსვლა, ხო? აი ის მდგომარეობა, როდესაც გაურკვევლთ და რაღაც საქანელებში ხართ, ეს იქნება მოტოვებული უკან. იცით რა არის, აქ რაღაცა მომენტში ესე ვიტყოდი, რომ თქვენ, არ ვიცი, მეორე ვარიანტი ვინ ერჩეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრობთ ყველაფერზე. ნახეთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ ფინანსებზე, ძალიან ბევრს ფიქრობთ პირად ურთიერთობაზე. აი, ადამიანი თითქოს როგორ არის, იცით, რომ არ აცდის სამყაროს რაღაცა ცოტა სილაღე მისცეს მის ცხოვრებას, ხო? სულ რაღაცა გათვლებშია, სულ რაღაცა დათვლებშია, სულ რაღაცა დაკვირვებაშია, კი არა. პირად ურთიერთობაში აქ უფრო ვიტყოდი, რომ შეიძლება ქალბატონები ცოტა მკაცრად მოიქცეთ, ხო, რაღაცა, შეიძლება რაღაცნაირად არ მოგეწონოთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღებს ადამიანი, ხო, რაღაცა ყველაფერი ახალი აი თქვათ ხართ შეყვარებულები და თქვენ ელოდებით შეიძლება ითქვას ოჯახის შექმნას, მაგრამ ადამიანი გეუბნებათ, რომ იცი რა, არ გამოვა ეს ოჯახი და მოდი ვიყოთ მეგობრები, ხო, ესეც ახალია, ესეც სიახლეა, ესეც ცოტა გაურკვეველი, მაგრამ მაინც სიახლეა, ხო? თქვენთვის პირად ურთიერთობაში თქვენთან ესე ვიტყოდი, რომ მე უფრო ვფიქრობ, რომ აქ რაც უფრო მეტად მსუბუქად მიუდგებით, ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერი დაგილაგდებათ და ყველაფერი კარგად იქნება. აქ გეტყვით, რომ თუ ახალი ურთიერთობა შემოვა თქვენთან და ეს კონკრეტული ურთიერთობა იქნება სამსახურიდან გამომდინარე, აქ შესაძლებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს რაღაც ესეთი დისკომფორტი და ძალიან ბევრი დაკვირვება, რომ არ შეცდეს და არ რაღაცა არასწორად არ გააკეთოს, ასე რომ ძალიან ბევრს ვიფიქრებ, მე ესე ვიტყოდი. თუმცა პირად ურთიერთობასთან მიმართებაშიც საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ საინტერესო და ესეთი რაღაცა იცით როგორი მომენტი არის, ესე ვიტყოდი, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, აი წარსულში ტოვებთ, თუ კი რამე გაურკვევლობები გქონდათ, არსებულ ურთიერთობაში ვინც ხართ, თუ კი რამე გაურკვევლობები გქონდა რაღაცა დაждებით დაელაპარაკებთ, შეიძლება ეს თქვენი ინიციატივა იყოს, ხო, რაღაც დაждებით დაელაპარაკებთ და ეცდებით რომ გაარკვიოთ ყველაფერი და ეცდებით რომ სწორი მიმართულებით წახვიდეთ და სწორად განსაზღვროთ რა როგორ ანაირად, ეს ერთი ვარიანტი, ესე რომ ვთქვათ, და ვისაც არ გყავთ და ურთიერთობა არ გაქვთ, ახლა პირადი ურთიერთობა ვიტყოდი, რომ თქვენთან შემოვა ადამიანი და დარჩება უკან ის სიმარტოვე, რომელიც ახლა უბრალოდ აქ ცოტა ესე ვიტყოდი, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ რაც შეიძლება მე არ ვიცი ახლა საერთოდ არ იფიქროთ და საერთოდ არ დააკვირდეთ რა და როგორ იქნება, და რა არჩევანის დროს, როდესაც გადაწყვეტილებას მიღებას დააპირებთ, რა თქმა უნდა, თქვენ მოგიწევთ რაღაცა დალაგება და მაგრამ იცით როგორი მომენტია, ნახეთ, თუ თქვენ ელოდებოდით იმ მომენტს, რომ აი ხვალ რაღაცა გადაწყვეტილება იქნება, ანუ რაღაცა სერიოზული, ნახეთ, ახალ ურთიერთობაში ვინც შეხვალთ, ნახეთ როგორი მომენტი არის, ჩაისახოთ ილუზიებს თავიდანვე, უბრალოდ გაყევით სიტუაციას, დაიწყებთ თავიდანვე რაღაცა კოშკების აგებას, რომ აი მე ხა ამას ვიზავ, მე ესე იქნება, მე ეს ადამიანი შემიყვარებს ბოლომდე და ერთად ვიქნებით ბედნიერები და რაღაცა სადღაც თოხის წარზე და დანის პირზე მარტო ბედნიერად ვიცხოვროთ. ესე არ არის, ხო? ძალიან ბევრი ვალდებულებებია, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობებია ოჯახთან მიმართებაში. ასე რომ აქ ახალი ურთიერთობების შექმნა დააკვირდით, ხო? დააკვირდით, იმუშავეთ ამ ურთიერთობაზე, შეხედეთ, გაიცანით და რაღაცა ესე უცბად, დასახავთ მიზნებს. მაგრამ ვინც ურთიერთობაში ხართ, თქვენ კიდე გეტყვით, რომ დააძალოთ ადამიანს, რომ რაღაცა ჩქარი ნაბიჯებით გააკეთოს ყველაფერი, რაღაცა ჩქარა მიიღოს გადაწყვეტილება, ხო, უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს შანსი იმისა, რომ იყოთ ბედნიერი, ხო? რაღაცნაირად მიეცით განახლება, იცით რა არის, ხანდახან არის, რომ სამყარო უკეთესად იცის, რა დროს ჭირდება ჩვენს ცხოვრების დალაგება, ჩვენს ცხოვრების გადახალისებას, ისე რომ ურთიერთობაში ვინც ხართ, მიეცით ურთიერთობას სილაღე, მიეცით სისავსე
ყველაფერი კარგად გაქვს, წარსულში მოიტოვებთ რაღაცა გაურკვევლობებს, დაჯდებით, გაერკვევით და მიხვდებით, რომ გინდათ ურთიერთობა, გინდათ რაღაც ერთად იმუშაოთ და ისრომოთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობას განაგრძობთ, გააკეთებთ, ანუ განაახლებთ რაღაც ახალი ნაბიჯებით, მაგრამ მოდით ესე ვიტყვი, რომ თლათ თუ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს მომენტი, მაგრამ თლათ პირდაპირ ოჯახზე, იფიქრებთ, იმიტომ რომ ანუ ურთიერთობას რაღაც სხვა ელფერს მისცემს, მაგრამ ეს არ იქნება რაღაცა ესეთი მკაფიო გადაწყვეტილება. თქვენ თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ის უნდა იყოს მაინდა-მაინც ოჯახი ან სხვა შემთხვევაში ურთიერთობა აღარ გამოვა. მან ცოტა გეტყვით, რომ იმედი გაგიცრუდებათ და შეიძლება დაშლა მოგიწევთ და ეს რაღაცა პატარ-პატარა ესე ვთქვათ შინაგან ხმებს, რომელიც რაღაცებს გიჩიჩხინებს და რაღაც თავს გზას გირევთ, ხო? ხანდახან არის, რომ რაღაცა საჭიროა, რომ ის მიყვეთ უბრალოდ და სადღაც გავა ეს ურთიერთობა ფონს, ხო? რაღაცა დაჩქარებული, დაძაბული მდგომარეობა რო არ იყოს. აი ეს მომენტი არის მეორე ვარიანტი. მე ბედნიერ ურთიერთობას, წარმატებულ ფინანსურ, კარიერულ ოქტომბერს გისურვებთ და რა თქმა უნდა, პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში, მითითებულ ნომერზე, რომელსაც მიუთითებ და ამ ეტაპზე მიიღოთ ფასდაკლებაც, ესე რომ ვთქვათ, პირად და სრულ დიაგნოსტიკაზე. ანუ სრული დიაგნოსტიკა 50 ლარის ნაცვლად არის 80 ლარი, ხოლო რაც შეეხება პირადს, 80 ლარის ნაცვლად არის 50 ლარი. ასევე შეგიძლიათ რიტუალებისთვის, წმენდებისთვის, პირადი ფინანსები და ასე შემდეგ. მოკლედ აი ესე ინფორმაციაც მოგაწოდეთ. მადლობა იმისთვის, რომ მოყურებთ კიდევ ერთხელ, იმისთვის, რომ აკომენტარებთ, იმისთვის, რომ ველოდებით ჩემ ვიდეოებს. ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და მადლობა, მეტი რამე გქნის თქვენთვის.